სომხეთ-აზერბაიჯანს შორის დაწყებული მოლაპარაკებები და გააქტიურებული მსჯელობა ზანგეზურის პროექტის განხორციელებაზე. დერეფანი, რომელიც აზერბაიჯანს სომხეთზე გამავალი 32 კილომეტრიანი მონაკვეთით ნახიჩევანთან და შემდეგ უკვე თურქეთთან აკავშირებს, რეგიონში უფრო მეტი ტვირთის პოზიტვისა და გატარების საშუალებას იძლევა. პროექტის მიმართ ინტერესი ოფიციალურად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკვე გამოთქვა და სომხეთს მართვის ასლიანი იჯარის პირობების შესთავაზა. დასაწყისისთვის ამ შეთავაზებას სომხეთმა უარით უპასუხა, თუმცა მოგვიანებით სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ზანგეზურის დერეფნის მართვაზე ამერიკის შეერთებული შტატების შეთავაზება მიიღო, თუმცა დაამატა, რომ მესამე მხარისთვის დერეფნის მართვის გადაცემა სომხეთის სუვერენიტეტსა და იურისდიქციის პატივისცემის გარეშე ვერ მოხდება. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და ზანგეზურის დერეფნის სახით ხომ არ უჩნდება შუა დერეფანს კონკურენტი ამ თემაზე სტუმართან ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის თავმჯდომარესთან ლევან სულაბერჯესთან ერთად ვიმშელებთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ბოლო დღეებია ძალიან გააქტუალურდა ზანგეზურის დერეფნის თემა და გუშინ უკვე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა პირდაპირ თქვა, რომ ის არის მზად, რომ ზანგეზური აქტიურად დატვირთოს, თუმცა იქვე მან ხაზგასმის აღნიშნა, რომ იმ ტვირთებს, რომელსაც ის ამუშავებს და ჩვენ ძალიან აქტიურად ვამუშავებთო, სწორედ საქართველოს გავლით, ანუ იგივე შუა დერეფნის გავლით აპირებს მიაწოდოს დანარჩენ ევროპას. შესაბამისად, საკითხი, რომ ზანგეზური ხომ არ იქნება ერთგვარად შუა დერეფნის კონკურენტი, აზერბაიჯანის პრეზიდენტის გადმოსახედიდან ასე არ განიხილება ყოველ შემთხვევაში იმ ოფიციალური განაცხადის დონეზე, რომელიც მან მედიასთან გააკეთა. თუმცა რა ხდება რეალურად, თავდაპირველად მაყურების უფრო გასაგები რომ გავხადოთ, რა არის ზანგეზურის დერეფანი, რა ტიპის გავლადობა აქვს მას და რამდენად შეიძლება მე უკვე ის გახდეს რეალურად შუა დერეფნის კონკურენტი, იმ შუა დერეფნის, რომლის მონაწილეს ვართ და რომელიც ჩვენთვის ეკონომიკური კუთხით და მათ შორის პოლიტიკური თამამად შემიძლია ვთქვა, არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დერეფანი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ზანგეზურის დერეფნის იდეა თავისთავად არ არის ახალი იმ თვალსაზრისით, რომ ეს სარკინიგზო დერეფანი, მოდი ესე ვთქვათ, თავის დროზე საბჭოთა კავშირს აკავშირებდა, ერთადერთი კავშირი იყო სარკინიგზო თვალსაზრისით საბჭოთა კავშირსა და თურქეთს შორის. თუ განვიხილავთ გეოგრაფიას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში, ეს დერეფანი დაახლოებით ისეთივე მსგავსი გეოგრაფით გამოირჩევა, როგორც დაახლოებით საქართველოს ტერიტორიაზე აქვს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას. დაახლოებით 80% მთელი ამ დერეფნისა 1000 მეტრზე მაღლა არის ზღვის დონიდან. თუმცა მე რამდენადაც ვიცი, იქ ეს ინფრასტრუქტურა საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, შენარჩუნებულია, თუმცა მცირედ განახლებას საჭიროებს და სწორედ ეს აძლევს ალბათ ყველა დაინტერესებულ პირს იმის საშუალებას, რომ თქვას, რომ ეს ადვილად განხორციელებადი პროცესია და მას არც ბევრი დრო, განსაკუთრებულად ბევრი დრო და განსაკუთრებულად ბევრი თანხები საჭირო არ იქნება ამისთვის. თუმცა ჩვენ რომ ვლაპარაკობთ იმასთან დაკავშირებით და გამოითქმება იმედები, რომ ეს მოიზიდავს ახალ ტვირთს, ეს ახალი ტვირთი ზოგადად რეგიონში სადღაც უნდა არსებობდეს. თუ ეს შუა დერეფნის ალტერნატივად ამ პირდაპირ ვიტყვი ამ დერეფნის წარმოსახვა ცოტა ძნელად წარმომიდგენია, ვინაიდან მეტნაკლებად ვიცი რა ჩინურ ევროპული ვაჭრობის გარკვეული სტრუქტურული მექანიზმები ლოჯისტიკური თვალსაზრისით ასეთი ზღვა ტვირთის იქ შეუფერხებლად გატარება პრობლემასთან იქნება დაკავშირებული. სხვა კუთხით, თუ ჩვენ ვლაპარაკობთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება დააკლდეს საქართველოს ამ თვალსაზრისით. თუმცა იმ შემთხვევაშიც კი თუ დაუშვათ აი ამ მართვას რეალურად აიღებენ ამერიკელები, ასეთ შემთხვევაში კითხვის ნიშნის ქვეშ იქნება და უფრო გაართულებს. მოდით ერთმანეთზე შევთანხმდეთ. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ატარებს იმ ტვირთს, რომელსაც აწარმოებს ეკონომიკა და ტრანსპორტი და ინფრასტრუქტურა თავისთავად ტვირთს ვერ შექმნის. ეს ზოგადად ბაქო-თბილისი-ყარსის არსიც თავიდანვე ვამბობდი და ჩემი აზრით ეხლა ეს რეალობა ამას ადასტურებს და ახალი დერეფნის, ზანგეზურის დერეფნის არსით ჩემი აზრით იქნება მეტად ლოკალური, ასე ვთქვათ, რეგიონალური ვაჭრობის ხელშემწყობი ინფრასტრუქტურა და ინსტრუმენტი შუააზიური ქვეყნებისა და თურქეთისა. არ არის პატარა მოცულობა ტვირთის, თუმცა აქ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ თურქული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ნიუანსებიც.
პირველ რიგში ეს არის სუსტი განვითარება რკინიგზის და ის რომ ყაზანგეზურის დერეფანი იგივე სარკინიგზო ხაზს დაუერთდება და უერთდება, რასაც ბაქო-თბილისის ყარსში ხდება ყველაფერი და აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ დღეს თურქული სატრანსპორტო ინდუსტრიის ღერძი და მამოძრავებელი არის საავტომობილო გადაზიდვები. თავის დროზე დიდი ხნის უკან ერთი ძალიან დიდი შიდა თურქული პროექტის, ასე ვთქვათ, ანალიტიკოსად მიმიწვიეს და იქ მიუხედავად დიდი სარკინიგზო ეფექტის მქონე პროექტისა, რომელიც რკინიგზასთან იყო დაკავშირებული, თურქულ მხარეს გაუჭირდა საავტომობილო ბიზნესის დაზიანების, ასე ვთქვათ, გარკვეული ტვირთის მოკლების გზით წასვლა. იმიტომ რომ მან გარკვეული შიდა პოლიტიკური თუ რაღაც ეკონომიკური თავისებურებები ახასიათებს. გადაადგილების კუთხითაც სამგზავრო თვალსაზრისით თურქეთისთვის რკინიგზა არ არის ის შეუცვლელი ინფრასტრუქტურის მქონე, პირიქით საკმაოდ ისეთი ნაკლებად გამოყენება ტრანსპორტად მიიჩნევა თავად თურქეთში. ჩემი აზრით, შესაბამისად, ეს მეტად რეგიონალურ ხასიათს ატარებდეს იქნება. ამით რა თქმა უნდა აზერბაიჯანი დაიკმაყოფილებს თავის ბუნებრივ მოთხოვნილებას, რომ პირდაპირ სატრანსპორტო კავშირი კონდეს ლოჯისტიკური ნახჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან, ასევე თურქეთთან და აქ ალბათ უფრო მეტი თურქული მანქანა საავტომობილო გადაზიდვები შეიძლება მეტად გადაინაცვლოს მაგ მიმართულებით. თუმცა ზამთრის პერიოდს ჩვენ ვერ გავექცევით დიდ მაღალმთიან რეგიონს ისევ და დიდ თოვლობას და ასე შემდეგ, როცა მაგალითად იგივე ვალეს გამშვები პუნქტი გვაქვს ჩვენ თურქეთთან და იქაც იგივე მსგავსი პრობლემები. ანუ თავარ კითხვაზე პასუხი ჩვენთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის, ქართული ბიზნესისთვის, ქართული გადამზადებებისთვის შეიძლება თუ არა კონკურენტად ჩაითვალოს ზანგეზური შუა დერეფნის და ჩვენ ამ შემთხვევაში მოგვაკლეს ტვირთები, რეალურად ასე საკითხი არ დგას. რა თქმა უნდა არ დგას, რა თქმა უნდა არ მგონია ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ძნელია ახლა ჩვენ ვიმსჯელოთ შორიდან თუ რა გეგმები აქვს, თუმცა ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინებთ, რაზეც ახლა ჩვენ ვისაუბრეთ და კიდევ არის გარკვეული ტექნიკური საკითხები, რომელზეც ახლა არ ჩაუღრმავდებით, იმიტომ რომ საკმაოდ მოცულობითია და ბევრ დროს საგვართლებს. მგონია რომ ეს ასე საკითხი არ დგას. ჩვენი მთავარი კონკურენტი არის დრო, რომელიც ჩვენ უკვე დავკარგეთ. ძალიან დიდი დრო დავკარგეთ. ჩვენ მართლაც შეიძლება ვიყოთ შეუცვლელები ამ რეგიონში, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, იმ დიდი ზღვა სავაჭრო მოცულობის საკუთარ თავზე გადმორთვის პრეტენზია შუა დერეფანს არც არასდროს არ ქონდა, რომელიც არსებობს ჩინეთსა და ევროპას შორის, მაგრამ საკუთარი წილი, ასე ვთქვათ, და საკუთარი მნიშვნელობა მას შეიძლება ქონდეს თუ ჩვენ აი დღესაც შეიძლება, აი დღეს ხვალ აი გადავდგამთ სწორ ნაბიჯებს და დავაჩქარებთ იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც სასიცოცხლოდ საჭიროა დღეს. ცოტა ხნის წინ აქ ამ ეთერში იმყოფებოდა ფოთის ნავსადგურის ხელმძღვანელი და მან პირდაპირ თქვა, რომ ტვირთები იმ რაოდენობით არის გაზრდილი, რომ პრაქტიკულად ვეღარ აუდიან და ამის კიდევ უფრო გაზრდის მოლოდინი აქვთ. ასეთ შემთხვევაში რეალურად ჩვენ ალბათ იმ თუნდაც ჩვენი წილის მიღების რესურსი შეიძლება გაგვიჭირდეს, იმიტომ რომ ანაკლის აშენებამდე ჯერ დიდი დროა და რეალურად რაც გვაქვს ეს არის ფოთის პორტი და მასაც აქვს ტვირთები სადღაც ხო უნდა განათავსოს, ანუ რეალურად პრობლემა გვაქვს ამ ნაწილში. აი რა ნაბიჯებია გადასადგმელი იმისთვის, რომ ის რაც ახლა საუბრობთ, დრო დავკარგეთ, გეთანხმებით, რომ დრო დავკარგეთ. ეხლა მაინც რომ გადავდგათ ნაბიჯები, რა ნაბიჯებია გადასადგმელი? იმდენად სწრაფად, რამდენად ეს შესაძლებელია, ფოთის ნავსადგურს გაფართოების გეგმა უნდა დაუმტკიცდეს. უნდა დაუმტკიცდეს და არა უბრალოდ დაუმტკიცდეს, ჩემი აზრით უნდა მოვთხოვოთ კიდეც რა, ფოთის ნავსადგურს, თუმცა არ ამგონია რომ მანდა ამის მზაობა არ იყოს. ამის მზაობა არის მზაობა. აქვთ, ნუ ყოველ შემთხვევაში შარშან მე მქონდა ინფორმაცია, რომ გარკვეული ბიუჯეტიც ჰქონდათ ამისთვის გამოყოფილი სათაო კომპანიაში. თანხებს ახლა ზუსტად ვერ გავიხსენებ და არა მარტო მზაობა, არამედ საჭიროებაც არის. ეხლა მე არ მინდა რაღაც ესეთი პროგნოზების გაკეთება, თუმცა რასაც უყურებთ, ფოთის ნავსადგურში საკონტეინერო ტვირთებს ემსახურება მხოლოდ ორი ნავმისადგომი. და ის მიმზიდველობა ჩვენი, რომ ჩვენ ვართ ის დერეფნის კარიბჭე, საზღვაო კარიბჭე, როგორც ზღვიდან მომავალი ტვირთების, ისე ზღვაზე მიმავალი ტვირთებისათვის, შეიძლება დაიკარგოს იმ თვალსაზრისით, რომ ეს ორი ნავმისადგომი მუშაობს რა იმუშავებს რა თავის შესაძლებლობების მაქსიმუმზე, უბრალოდ ვერ გაუმკლავდება მოზღვავებული ტვირთის რაოდენობას და გემებს
ნავმისადგომის დადგომის მოლოდინში მოუწევთ ძალიან დიდ ხანს რეიდზე კი, სწორედ ეს არის პრობლემა. გამკლავდებით, სწორედ ამას ამბობდა სპორტის ხელმძღვანელი, მაგრამ დროში მოხდება ამის გაჭიანურება და რეალურად არ შეიძლება რეიდზე დგომის ნავსადგურის ერთ-ერთი მახასიათებელია, სხვა ბევრ ტექნიკურ მახასიათებელთან ერთად არის გემის რეიდზე მოლოდინის დრო ნავმისადგომის მიღების ლოდინში. და ეს თუ არის ერთი კვირა 3 დღეც და 4 დღეც ბევრია სიმართლე გითხრათ, მაგრამ ეს თუ არის ერთი კვირა, ეს უკვე ძალიან ცუდი მაჩვენებელია. ეს ნიშნავს, რომ და ამას მერე დაემატება ცუდი ამინდები, ბუნებრივი პირობები, რის გამოც შეიძლება ნავსადგური ბუნებრივად გაჩერდეს უკვე შემოდგომა ზამთრის პირზე და ზამთარში და სიტუაცია უფრო მეტად დამძიმდება. კი ბატონო. ნავსადგურის გარდა ჩვენ გვაქვს რკინიგზა, სარკინიგზო ხაზი, რომელიც ამ შემთხვევაში ისევ ყარსით, რომელიც ბაქოდან მომავალ ტვირთს შეუძლია რომ ჩაიტანოს ყარსში და შესაბამისად ეს კიდევ რამდენად არის ეს სარკინიგზო მონაკვეთი ისეთი, რომელმაც შეიძლება რომ რეალურად ბაქოდან ჩამოტანილი ტვირთი ყოველგვარი პრობლემის გარეშე ჩაიტანოს და მოცულობით რამდენად შეიძლება რომ მოცულობის მასშტაბებზე ვიმშელოთ ამ ნაწილში. ერთი და მესამე საავტომობილო, ანუ სამივე სქემა რომ განვიხილოთ. საავტომობილო კუთხით რამდენად მზად ვართ იმისთვის, რომ ჩვენ ამბიციო გქონდეს, რომ რეალურად შუა დერეფნის ნაწილი ვართ და შესაბამისად აი ამ ტვირთებს, ამ მოცულობის ტვირთებს ჩვენ აქტიურად ვემსახურებთ. რკინიგზის ნაწილში თუ ვისაუბრეთ და კონკრეტულად ბაქო-თბილისი ყარსის ნაწილში, ცოტა ხნის უკან ის ყაზახეთში გახდით და ჩემს მეგობრებთან ერთად განვიხილავდით ზუსტად ამ საკითხებს. ყაზახური ექსპორტი გარკვეულწილად იყენებს ბაქო-თბილისი ყარსის სარკინიგზო მონაკვეთს თურქეთში ექსპორტისთვის. არა იმისათვის, რომ ეს შემდეგ სადღაც ევროპაში წავიდეს, არამედ და მათთვის ეს მოსახერხებელია, იმიტომ რომ საკონტეინერო გადაზიდვები შედარებით მარტივად, ტექნიკურადაც მარტივად განსახორციელებელია ამ შემთხვევაში ბაქო-თბილისი ყარსის რკინიგზის გამოყენებით. როგორც თქვენთვის ცნობილია, ახალქალაქში ხდება უბრალოდ კონტეინერის ერთი პლატფორმიდან მეორე, ჩვენებური პლატფორმიდან თურქულ პლატფორმებზე გადადება, ვინაიდან იქ ჩვენ სხვაობა გვაქვს რკინიგზის ხაზების სიგანეში. აი გლობალური ტვირთების, აი მასიური ტვირთების, ასაც ქვია ნაყარი და ტონაჟობით მეტი ტვირთების გატარება მან უფრო მეტ პრობლემებთან დაკავშირებული და კიდევ ერთხელ აღარ ჩაუღრმავდები მას. თუმცა დღესდღეობით საკონტეინერო ნაწილშიც საკმაოდ მწირად არის დატვირთული ბაქო-თბილისი ყარსი. პრობლემა რა არის? გამტარუნარიანობის ის თუ საკმარისი უსაფრთხოება რამდენიმე წლის განმავლობაში ხა კიდევ მეტად ასე ვთქვათ შეახეს ხელი შესაბამისმა სტრუქტურებმა მის ამ ხაზის უსაფრთხოებას და მეტად დაიხვეწა უსაფრთხოება დღეს გადაადგილება, თუმცა მაინც სპეციფიკურია, ძალიან სპეციფიკურია, ხა კიდევ აღარ ჩაუღრმავდებდი მე რამდენჯერ ვიმეორებ ამას და არ არის მარტივი რელიეფი ზამთრის პერიოდში ამ უამინდობა და ასე შემდეგ და ასე და თვითღირებულება ობიექტური პირდაპირ დანახარჯებიდან გამომდინარე არ არის იაფი ამ გადაზიდვის. თუმცა საქართველოს რკინიგზა მაქსიმალურად აკეთებს იმას, რომ ტარიფი იყოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და კონკურენტული. რაც შეეხება საავტომობილოს საავტომობილო თვალსაზრისით საავტომობილო გადაზიდვების ნაწილს ჩვენ ზრდა გვაქვს და აქ ძალიან მნიშვნელოვანია საზღვრის კვეთის პროცედურების კიდევ მეტად დახვეწა. მე არ ვამბობ, რომ ჩვენს აზერბაიჯანთან განსაკუთრებულად აზერბაიჯანთან და ჩვენს მეზობლებთან ზოგადად სომხეთთან და აზერბაიჯანში და გარკვეული მოლოდინი თითქოს გაჩნდა რომ მეტი აი შეხა მეტი გამშვები პუნქტების გაკეთება, მაგრამ მეტი გამშვები პუნქტების გაკეთების პრინციპზე თუ წავალთ, იქ ვეჯახებით ისევ გეოგრაფიულ თავისებურებებს თურქულ ქართული საზღვრის თვალსაზრისით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კი ბატონო, და ჩვენი საუბრის ბოლოს საქართველოს ეკონომიკის მინისტრი იმყოფებოდა აზერბაიჯანში, იმყოფებოდა თურქეთში და ეხლა არის შუა აზიის ქვეყნებში ყაზახეთი, უზბეკეთი. ანუ მთლიანობაში ის ქვეყნები, საიდან რომელიც ჩვენს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, როდესაც ლოჯისტიკაზე და გადაზიდვებზე და შემდგომ გვაქვს ლაპარაკი. რეალურად რა მოლოდინი გაქვთ ბიზნესში? ჩვენ ძალიან პოლიტიკურად ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ყველა იმ ჩამოთვლილ ქვეყანასთან, რომელიც მე ხა ვახსენე. თუმცა აი როდესაც საქმე დროული ნაბიჯების გადადგმას უკავშირდება, იქ თითქოს რაღაცა მაინც ფერხდებით. აი ამის მთავარი განმაპირობებელი რა არის? რამდენად ვიაზრებთ, რომ ჩვენ დრო რეალურად დაკარგული გვაქვს ამ ნაწილში ეს ერთი და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რეალურად ტვირთი საიდან მოგვაქვს დღეს რეალურად და რისი პერსპექტივა გვაქვს ამ მიმართულებით?
მადლობა ღმერთს, რომ პოლიტიკური ურთიერთობები როგორც არასდროს ისეთ მაღალ დონეზე გვაქვს ყველა ჩვენს მეზობელთან, ჩრდილოეთ მეზობლის გარდა, რა თქმა უნდა, და შესაბამისად მათთან საუბარი მარტივია და ადვილია, იმიტომ რომ მათი კეთილგანწყობა უმაღლეს ნიშნულზეა დღესდღეობით ჩვენს მიმართ. კიდევ და კიდევ ვამბობ ერთ რამეს. სტრატეგია არის შესამუშავებელი, თუ არ არის ის თუ არის ის უნდა განხორციელდეს ვინაიდან ის დამატებითი ღირებულებები, დამატებითი სერვისები, რომელიც საქართველოში უნდა წარმოებდეს საქართველოში და არ უნდა მოხდეს მათი სიმძიმის ცენტრის გადატანა არსად, არც ბაქოში, არც აქტაუში და არც სხვაგან. ამის ტენდენციები ახლა შეინიშნება. იმისათვის რომ ეს არ მოხდეს, ტენდენციები შეინიშნება ამ ქვეყნების დიახ, ბიზნესი აქტიურობს და ისინიც ხელს უწყობენ ამას იმით რომ ანვითარებენ სანავსადგურო ინფრასტრუქტურას. სანავსადგურო ინფრასტრუქტურის ვითარება, აი მაგალითად, მე მაგალითად ყველამ ვიცით, რომ ბოსფორის სრუტის გამოყენება დღესდღეობით გააძვირა, გარკვეული პირობების არა უსაფუძვლოდ, მაგრამ გააძვირა თურქულმა მხარემ. მე ჩემი სტრატეგია, ჩემი ხედვა უფრო სწორად იმას მოიცავს, რომ ჩვენ ევროპასთან ლოჯისტიკური და სატრანსპორტო კავშირისთვის არ უნდა გვჭირდებოდეს ბოსფორი. პირდაპირ ორი ნატოს წევრი ქვეყანა, ძალიან მეგობრულად განწყობილი ასევე თურქეთი და ბულგარეთი, ისე ბოდიში რუმინეთი და ბულგარეთი ყავს მოპირდაპირ მხარეს და შესაბამისად ძალიან მარტივად შეგვიძლია ავაწყოთ მოკლე საზღვაო გადაზიდვების სქემა საკონტეინერო გადაზიდვების საუბარ და არა მხოლოდ საბორნეზე. ეს იქნება შუა დერეფნის ლოგიკური გაგრძელება ზღვაზე ევროპამდე უკვე ამ გზით ჩვენ ბევრად მარტივად, ბევრად უფრო იაფად და ბევრად სწრაფად ვიდრე ნებისმიერი სხვა გზა სტამბულის გავლით, ზანგეზურის თუ ასე შემდეგ გამოყენებით თუ ასე შემდეგ, ბევრად სწრაფად და იაფად ჩავიტანთ ჩვენ ამ ინფრასტრუქტურას, ამ სერვისის გაცვლას. ხო არ დგა ამ ნაწილში, რადგან მაინც უსაფრთხოება დგას იმ თვალსაზრისით, რომ აი ახლა გემები ცდილობენ ადრე ნეიტრალურ წყლებში ცდილობდნენ სიარულს, ანუ პირდაპირ შუაზე ჭრიდნენ შუა ზღვას, ახლა თურქეთის ტერიტორიულ წყლებში მოძრაობენ გემები და შესაბამისად უსაფრთხოება ამ თვალსაზრისით დაცულია. მაგრამ იმისა მე მყავს, ასე ვთქვათ, ნაცნობები, რომლებიც მზად არიან ამ სერვისის მისაწოდებლად, თუმცა მათაც იგივე პრობლემა ვდგათ, როგორ გემი ერთი კვირა უნდა ელოდოს ნავმისადგომის მოლოდინში, ფოთში, ეს ხომ ბიზნესი არ არის. ამას მეუბნება ყველა. იმიტომ რომ ამას ბიზნესი უყურებს თავისთავად ეკონომიკური სარგებლობის მიღების თვალსაზრისით. შესაბამისად, სანავსადგურო ინფრასტრუქტურის სწრაფად განვითარება ძალიან ეფექტურად შეუწყობს ხელს სხვა შემდეგ ნაბიჯებს უკვე ბიზნესის მხრიდან, რომელიც როცა ბიზნესი დაინახავს იმ შესაძლებლობებს, რომ ნაკლები რისკებით, ეკონომიკური და ფინანსური რისკებით გადადგან ახალ-ახალი ნაბიჯები და ხელი შეუწყონ შუა დერეფნის განვითარებას უკვე უშუალოდ ზღვის ნაწილში. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. მე იმედი მაქვს, რომ ადამიანები, ვისაც აი ამ მიმართულებით, რომლებიც მუშაობენ სახელმწიფო სტრუქტურებში, ისინი მოისმენენ ბიზნესის პოზიციას და გაიაზრებენ, რამდენად მნიშვნელოვანია ყველაფერის რაც ახლა თქვენ და თქვენი კოლეგები აი ამ მიმართულებით საუბრობთ, იმიტომ რომ შუა დერეფანი არ არის უბრალოდ სიტყვები, შუა დერეფანი ჩვენი ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ლევან სულაბერძე იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.